მაშინ ასევე ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. თვითფასო გულშემატკივრებო, როგორც ხედავთ, თქვენს ეკრანებზე რამდენიმე წუთში შეიძლება წამშიც დაიწყება საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეორე წრის მე-6 ტურის შეხვედრა, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებიან TSU და ბათუმი. TSU-ს და ბათუმის საკალათბურთო გუნდები. პირველი ტაიმი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, დასრულდა ბათუმელთა გამარჯვებით ანგარიშზე 39-35 და როგორც ხედავთ, ჩვენ საინტერესო მატჩი გველის წინ, საინტერესო მეორე და მეორე ტაიმი, მესამე და მეოთხედები, როგორც ცნობილია თქვენთვის შეხვედრის ტრანსლაციას უზრუნველყოფს საქართველოს AM სუპერლიგის მატჩების ტელეკომპანია აფხაზეთის ხმა, ტრანსლაციის სპონსორი გახლავთ ევროპა ბეთი. შეხვედრას უძღვება გიორგი ჭანიშვილი. მივიყვეთ მატჩის მიმდინარეობას. პირველი ორი ქულა მატჩი ამ მეოთხეში, ამ ტაიმში ხედავთ ჩვენ TSU-ს კალათბურთელების შეტევას მოყვა და ორ ქულამდე შემცირდა სხვაობა. საკალათბურთო კლუბი ბათუმი მეორე ტაიმს იწყებს ესეთი შემადგენლობით, ნომერი 9 ნოდარ სიგუა, თუმცა მანამდე 4 ნომერით მოედანზე ირაკლი ემირიძე, დიახ 4 ირაკლი ემირიძე, 9 ნოდარ სიგუა, 12 მანუ ჩარნინუა, 8 ნომერით ავთანდილ ელიაშვილი და 11 ნომერით ლაშაკე შელავა, ასევე 9 ნომერი ნოდარ სიგუა, თუმცა მასა გითხარით უკვე ეს ხუთეული რაც შეეხება ბათუმის საკალათბურთო გუნდს, რომლის თავარი მწვრთნელი გახლავთ მიხეილ კობეშავიძე. რაც შეეხება TSU-ს, ნახოთ ეს სამქულიანი, ბაქრაძე ახალგაზრდა ნიკოლოზ ბაქრაძე, როგორც ხედავთ თქვენ სასტარტო ხუთეულში, აი აქ იგივე ბაქრაძის ძალიან კარგი ხორცნა. სასტარტო ხუთეულში დაიწყო მატჩი მან მეორე ტაიმში. დიახ, რაც შეეხება TSU-ს ხუთეულს, 4 ნომერი გივი ბაქრაძე, გითხარით უკვე მის შესახებ. მის გარდა მოედანზე არიან ასევე ნომერი 5 სერჟ ასელაინი, ნომერი 9 თეიმურას თავამაიშვილი, ნომერი 15 ნიკო აბაქრაძე და ნომერი 23 ვახტანგ ჩქარეული. რაც შეეხებოდა გუნდების სასტარტო ხუთეულებს, TSU-ს თავარი მწვრთნელი გახლავთ გიორგი ჩხეიძე. თუმცა დღეს გუნდს მისი ასისტენტი ლევან ქარაბაკი თავკაცობს. ბაქრაძის ხორცნა არაზუსტი გამოდგა ამ შემთხვევაში. პირველი ტაიმის შემდეგ, რაც შეეხება მატჩის შედეგიან კალათბურთელებს, ჩვენ ხედავთ, რომ ავთანდილ ელიაშვილი 10 ქულით ორივე გუნდში ყველაზე გამორჩეული მოთამაშე გახლდათ. ბაქრაძის სამქულიანის ხორცნის შემდეგ ასევე 10 ქულა დაუგროვდა TSU-ს უკანა ხაზს. აი ასელაინი ჩაეგდო ეხა TSU-ს ლეგიონერს ხაზბურთი. გამოეყენებინა შანსი, გაუშვა TSU-მ შანსი, რომ გაეთანაბრებინა ანგარიში. მატჩის პირველი მეოთხედის შემდეგ ფაქტურად ბევრის როლშია სულ TSU და როგორც ხედავთ, აი მესამე მეოთხედის სტარტი საშუალებას აძლევს TSU-ს ამ შემთხვევაში, რომ გაათანაბროს პირველ რიგში ეს ამოცანა დგას TSU-ს თვის ეხა რომ მატჩი გაათანაბრდეს ან სხვაობა. როგორც ხედავთ ჩვენ მოედანზე არ არის გიორგი ხანიაშვილი, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო პირველივე წუთებიდან. TSU-ში მართლაც გამოირჩევა ეს კალათბურთელი, მებრძოლი მოთამაშეა ძალიან. მან პირველ ტაიმში 14 წუთი გაატარა მოედანზე და დროის ამ მონაკვეთში ჩააგდო 5 ქულა. თუმცა პირველ ტაიმის მიწურულს ტრავმა მიიღო, სულად დაეცა, უხერხულად დაეცა და თანაგუნდელების დახმარებით დატოვა მოედანი. როგორც ჩანს, ტრავმა იმდენად ამ შემთხვევაში სერიოზული აღმოჩნდა, რომ ის თადარიგშიც არ არის და როგორც ჩანს, მას სჭირდება სამედიცინო დახმარება. თუმცა იმედს ვიქონიებთ, რომ ის მალევე დაუბრუნდება თავის გუნდს.
და განაახლებს თამაშს. ბაქრაძე წავიდა ამ კალბურთის თამაში, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ მისი ხორცნები, რადგან ეს გახლავთ გუნდის ლიდერი, ყველაზე გამოცდილი მოთამაშე საკუთარ თავის გუნდში, გივი ბაქრაძე 4 ნომრით, რომელიც აი ამ წუთისთვის ყველაზე შედეგიანი კალბურთელია მოედანზე. მისი ზუსტი სამქულიანი და ორქულიანი შეტევების შემდეგ შემცირდა სხვაობა 1 ქულამდე და თავად ბაქრაძის მონაგარი კი უკვე 12 ქულაა. ელიაშვილი პასი უკან სიგუა შეუუტია, თუმცა აი ხა ასელაინმა ითამაშა საოცრად. არ არის ხოლმე ხშირად ეს ეპიზოდები კალაბურთში, როდესაც ყორცნას საფარებს სველი ფარიდან მოშორებით, ასე ვთქვათ. ელიაშვილი მეორე პერსონაჟი. როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში თამაშა ძალიან კარგად სერჟ ასელაინმა, ეს კი გივი ბაქრაძე თქვენს ეკრანებზე, რომელიც საშუალოდ 12 ქულას და 5 გადაცემას აკეთებს, თითქმის 6 გადაცემას აკეთებს მატჩში საშუალოდ. დღევანდელ შეხვედრაში კი პირველ ტაიმში ბაქრაძის ანგარიშზე იყო 7 ქულა და 2 პასი. აი ახლა კი ხედავთ, რომ მანთელი 2 პერიოდი მოანდომა პირველ ტაიმში 7 ქულის მოგროვებას, აი მესამე-მეოთხედის საწყის 5 წუთში კი სწორედ იმდენივე დააგროვა 7 ქულა ასევე 14 ქულა აქვს მას. და ასევე, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, წინ გავიდათ ესეო. ბაქრაძის აი ძალიან კარგი შეტევების და თამაშის შედეგად. ოკეი, ასელაინის 2 ქულა და რა თქმა უნდა, სასწრაფოდ იღებს ბათუმის მთავარი მწვრთნელი მიხეილ კობეშავის წუთშესვენებას. რადგან რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია მოედანზე, უპირატესობა რომელსაც ფლობდა ბათუმი. თითქოს იღებდა წუთშესვენებას. კობეშავიძე ანიშნა მან საჭიროა ბრიგადას, ну ასე თუ ესე ალბათ შემდგომ იქნება წუთშესვენება ბათუმის შეტევაზე სიგუა. ხედავთ ესე უპირატესობა 3 ქულა არის უკვე, კეშელავას გარღვევა თავად მოხსნა მეტოქის ფარზე ბურთი, კეშელავამ სიგუა. აქ უკვე ყველაშვილი უტევდა ძალიან ესეთი იერიშები საბოლოო ჯამში აი ბაქრაძე დაჯარიმდა ეხა ამ შემთხვევაში. ნიკა ბაქრაძე მესამე პერსონაჟი. მიიღო მესამე პერსონაჟი ახალგაზრდა კალბურთელმა ნიკა ბაქრაძემ. და ლაშა კეშელავა ასრულებს საჯარიმო ხორცნებს. და 6-53 ამ წუთისთვის გამოიყენა პირველი შანსი ლაშა კეშელავამ. 46-44. ზუსტია მეორეც. ზუსტი იყო ბათუმელთა სნაიპერი ამ შემთხვევაში, ლაშა კეშელავა, რომელიც ანგარიშზე 9 ქულა გახლავთ, 10 ქულა აქვთ ელიაშვილს და ყველაშვილს. ბათუმელთა შემადგენლობაში. ჩქარეული პასი უკან აქვს სამ ქულიანი პერიმეტრზე იმყოფებოდა ეხა თბილისში თავმოიშვილი იყო ეს კალაბურთელი. საბოლოოდ შეინარჩუნეთ ესეო ეს ბურთი შეტევაში. ქულაში როგორც ხედავთ ჩვენ დარჩენილი დრო, რომელიც აი ეს თითქმის 5 წუთი მესამე-მეოთხეში და მეოთხე 10 წუთი, ალბათ ველი ძალიან საინტერესო თამაში ქულაში და ბაქრაძე შეუჩერებელი. გივი ბაქრაძე შესანიშნავ მეოთხეც ატარებს კალაბურთელი. 16 ქულა აქვს მას და აი 16 ქულიდან 9 ქულა სწორედ აი ამ მესამე-მეოთხეში ჩააგდო გივი ბაქრაძემ, მათ შორის იყო სამქულიანიც რა თქმა უნდა. ძალიან კარგი იერიში ეხა ამ შემთხვევაში. და თავამაიშვილის ზუსტი ორქულიანი აქ ნამდვილად იღებს წუთშესვენებას ბათუმელთა მთავარი მწვრთნელი. 50-45 5 ქულა უკვე თესეუს უპირატესობა. სწორედ თესეუს კალაბურთელები არიან თქვენს ეკრანებზე.
ცენტრში თავამაიშვილი 9 ნომერი, რომელსაც წინა ეპიზოდში კარგად ითამაშა. ძალიან საჭირო ორი ქულა მოუტანა საკუთარ გოლს. ეს კი შეხვედრის არბიტრები, მსაჯები, დავით ბერეკაშვილი, დავით ბერიშვილი და გურამ მიქელაძე. აქვე დავამატოთ ვთქვათ, რომ მატჩის კომისარი გახლავთ როლანდ ხომერიკი. სანამ მცირე პაუზა არის, სწრაფად აქვე გაგაცნობთ დღევანდელი ტურის მატჩების განრიგს. აი ამ მატჩის დასრულების შემდეგ 2 საათზე ძალიან საინტერესო ცენტრალური დაპირისპირება, ვინც ახლა ვთქვათ ტელეეკრანთან უყურებს ამ თამაშს. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ რომ მოვიდნენ სპორტ სასახლეში 2 საათზე ჩემპიონატის ძალიან დაძაბული მატჩი იქნება შსს არმიას წინააღმდეგ, რომელიც 2 საათზე დაიწყება. აი მატჩის შემდეგ უკვე 4 საათზე გველის ჩვენ დინამოსა და სამედიცინო უნივერსიტეტის დაპირისპირება. ეს 4 საათზე გაიმართება ეს მატჩი და დაასრულებს ტურს 6 საათზე. ასევე ძალიან საინტერესო მატჩი, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან სოხუმი და რუსთავი. ეს რაც შეეხება დარჩენილი დღევანდელი ტურის შეხვედრებს, კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ეს ტური დაიწყო გუშინ ქუთაისში, სადაც ოლიმპი ჩავიდა და ძალიან დაძაბულ მატჩში დაამარცხა მასპინძელი გუნდი ანგარიში 78-76 ოლიმპი აი ამ წუთისთვის ლიდერობს საქართველოს ჩემპიონატს. გუნდს აქვს 15 მატჩიდან 28 ქულა, 13 გამარჯვება და 2 მარცხი. აქვე ვთქვათ ის, რომ თესეუ და ბათუმი იბრძვიან პლეი-ოფში მოხვედრისთვის. პლეი-ოფში კი როგორც იცით 11 გუნდიდან მხოლოდ 8 გუნდი მოხვდება და გააგრძელებს ბრძოლას საქართველოს ჩემპიონის ტიტულისათვის. თესეუ მე-7 ადგილზეა. გუნდს 15 მატჩიდან აქვს 5 გამარჯვება და 10 მარცხი. შესაბამისად 20 ქულა, რაც შეეხება ბათუმს. ბათუმი არის მე-9 ადგილზე, პლეი-ოფს მიღმა, ასე ვთქვათ. 15 მატჩიდან 3 მოგება, მხოლოდ 12 მარცხი, 18 ქულა. ასე რომ თესეუ დღეს გამარჯვების შემთხვევაში ძალიან სერიოზულ ნაბიჯს გადადგავს პლეი-ოფის ზონაში დარჩენისათვის, სწორედ აი ეს მიზანი ამოძრავებს ამ შემთხვევაში თესეუს ნამდვილ შეხვედრაში. აქ დაუბრუნდეთ თამაშს და არეული თამაში წავიდა ეხა ბოლო წუთებზე მე-3-4-ში. ამეთი უნდა ისარგებლოს ეხა უფრო ალბათ, უკვე ბევრის როლში მყოფა ბათუმმა. თუმცა საპირისპიროს ხედავს ჩვენ თესეუ ახერხებს მე-3-4-ში გარდატეხის შეტანის შემდეგ და ინარჩუნებს ეხა უპირატესობას. მთელი მეორე-მეოთხედი გუნდს მოუწია ბევრის როლში ყოფნა. თუმცა, ნახოთ, აი ბაქრაძე არაზუსტია, თუმცა ტეტელაშვილმა მოხსნა ბურთი და დაუტოვა შანსი თესეუს იმისა, რომ შედეგიანი გამოიწვია. ძალიან კარგი პასი ახლა ტეტელაშვილის შესრულებით და ბაქრაძე უკვე სამწამიან ზონაში ფარკვეში. იოლად გაერკვა სიტუაციაში ამ შემთხვევაში. პირველი 2 ქულა იყო თუ არ ვშტები ეს ნიკა ბაქრაძისთვის. აი აქ ნინუამ კობიძე, ნინუამ რა თქმა უნდა შორიდან ხორცნა, არაზუსტი გამოდგა და 54-46 ამასობაში ვხედავთ, რომ თითქმის ართქულიანი გახდა უკვე თესეუს უპირატესობა. თუ ჩავარდა ეხა 2 ქულა და ასეც არის. არა. აქ როგორ საოცარია ეს ბურთი, როგორ არ ჩაეშვა ფარში, ასე თუ ისე. შანსი იმისა, რომ წინ გასულიყო 10 ქულით თესეუ არ გამოვიდა ეხა ამ შემთხვევაში. ჩქარეული შემოდის მოვიდანზე ბაქრაძის ნაცვლად. ამასობაში დრო საკმაოდ სწრაფად გადის, ხედავთ რომ
2 წუთი გარჩება, წუთი და 46 წამი მატჩის მესამე მეოთხედის დასრულებამდე. ბათუმელები განაახლებენ შეხვედრას. ყველაშვილი ფარქვეშ ხედავთ გიორგი ყველაშვილი. ორი ქულა ითვლება, რა თქმა უნდა, და გიორგი ყველაშვილი შეასრულეს პლუს შენიშნა სერჟა სელაის. 1 საჯარიმო ტყორცნას. ყველაშვილი 12 ქულით აი ამ წუთის ყველაზე ლეგენი კალათბურთელი გახლავთ ბათუმელთა შემადგენლობაში. მატჩის სნაიპერი კი გახლავთ გივი ბაქრაძე, რომელსაც აქვს უკვე 16 ქულა. გულაშმა ვერ გამოიყენა ეს შანსი, არ გამოვიდა სამქულიანი შეტევა, თუმცა სხვაობა შემცირდა, ხიზამნიშვილმა თავად მოხსნა ეს ბურთი და თავადვე ჩააგდო. კვლავ 8 ქულიანი არის TSU-ს უპირატესობა 56-48 წუთი 20 წამი მატჩის მესამე მეოთხედის დასრულებამდე. ელიაშვილი ბურთი. სიგუა ყველაშვილის მისამართით, ყველაშვილი იბრძვის ძალიან აქტიურად, მეცნიერამდე ჯარიმდებიან TSU-ს კალათბურთელები. და ყველაშვილი კვლავ დადგება საჯარიმოს ხაზთან, რადგან კარგა ხანია უკვე TSU-ს მიღებული აქვს 4 გუნდური ჯარიმა. თუმცა ამ შემთხვევაში ეს ისედაც სასროლი ჯარიმები იქნებოდა სავარაუდოდ. სკობეშავიძე და სიგუა იყვნენ თქვენს ეკრანებზე. პირველ ტორცნა არაზუსტი. 2-დან 1. 2-დან 1 და სულ მალე დაიწყება მატჩის მესამე მეოთხედის ბოლო წუთი. გივი ბაქრაძე, მატჩის სნაიპერი ბურთით დაუტოვა ჩქარელს, შემდგომ ასელაინი, იქით ტეტელაშვილი არის. აი, დაკარგა ეხლა ბურთი TSU-მ. შეტევა შეჭერდა, რადგან საჯებმა შენიშნეს ტექნიკური ჯარიმა გიორგი ტეტელაშვილი. წესების დარღვევა, ტეტელაშვილი გამოეპასუხა, ასე ვთქვათ, აი ამ ყოველივეს და შედეგად TSU ჯარიმდება ტექნიკური შენიშვნით. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ლაშა გაშილავა შეასრულებს 2 საჯარიმო ტყორცნას და ამის შემდეგ ბურთი კვლავ დარჩება ბათუმს. ასე რომ შანსი იმისა, რომ აქ კი ახდება ბურთი ჩაითვალა. ხედავთ ჩვენ დავით ბერეკაშვილი აჩდა მაგიდასთან, როგორც მე შევნიშნე, მან კიდევ ერთი ტექნიკური დააფიქსირა. კარაბაკი ცხარობს და ჩვენ ნახავთ ტექნიკური შენიშვნა. როგორც ხედავთ პრეტენზია, რომელიც გამოთქვა TSU-ს წვრთნელმა ლევან კარაბაკმა. აქ კი გეშელავა მეორე ჯარიმა გამოიყენა მესამეც, მეორე ტექნიკური შენიშვნისთვის. ZDZ ვარსტოს ხშირად ხდება მსგავსი რამ, ამეთანხმებით ალბათ. რამდენიმე ტექნიკური შენიშვნა საბოლოოდ
გარბენი ეს ბურთი არ ითვლება ახლა ამ შემთხვევაში. თუმცა ფაქტია რომ აი ამ ყოველივეს რაც ჩვენ ვიხილეთ თვალსამერია თუ ზედის რამდენიმე ტექნიკური შენიშვნა მისცა ახლა იქ ბერეკაშვილმა თესეუს რასაც მოყვა კეშელავას ეს საჯარიმო ტყორცნები და ქულამდე შემცირდა სხვაობა. 6 საჯარიმო ტყორცნა კეშელავა მე ხა იქ შემთხვევაში 6 საჯარიმოს გამოყენების შემდეგ სიგნალ მესამე პერსონალური 4 გუნდური ჯარიმა ბათუმს. ქულამდე შემცირდა სხვაობა ბოლო წამები მესამე ოთხეთში. გარბენი 2 წამი 8 მიეთენდი მატჩის მესამე ოთხის დასრულებამდე მოასწრებენ ალბათ ბათუმის კალათბურთელები ტყორცნას მოასწრეს სიგულამ ტყორცნა კიდაღამ ჩააგდო. ასე თუ ისე ვხედავთ ძალიან დაძაბული ბოლო მეოთხედი გველის წინ რომელიც რამდენიმე წამში ზუსტად ვთქვათ 2 წუთში რა თქმა უნდა 2 წუთიანია პერიოდებს შორის შესვენებები და ძალიან საინტერესო ბოლო მეოთხედი გველის ინტერნეტ-ჟურნალები geosport.gr და paneti.com რადიოები აფხაზეთის ხმა ზური 10 წუთში დაგირეკავ რეპორტაჟი მაქვს 10 წუთში დაგირეკავ 10 წუთში დამირეკე შენ კაი მაშასე წება ბოლო მეოთხედი რომელიც როგორც ხედავთ ძალიან საინტერესო იქნება საკალათბურთო სუპერლიგის მეორე წრის მე-6 ტურის შეხვედრა თესეუ ბათუმის წინააღმდეგ ძალიან თანაბარი მატჩი ძალიან დრამატული ასაკუთრებით როგორც ხედავთ ჩვენ საინტერესო ბოლო მეოთხედი გველის აი ამ წუთისთვის თესეუ არის წინ ერთი გულით 56-ით 55 აი ამ ხიზანიშვილის აი ამ რქულენის შემდეგ უკვე ანგარიშია 58-55 სამი კულა თესეუს უპირატესობა და ნახოთ თუ როგორ პასუხებენ და საერთოდ როგორი მეოთხედი იქნება ამ შეხვედრაში ბათუმელებმა დაკარგეს ახლა ბურთი +4 უკვე +4 აი ესეთ სიტუაციაში +4 კულით +4-ით გაქცევა უკვე ბევრს ნიშნავს 5 კულას იგებს უკვე თესეუ რაც შეეხება სასტარტო ამ შემთხვევაში სასტარტო ხუთეულებს მეოთხეში თესეუ მოედანზეა ესეთი შემადგენლობით ნომერი 4 გივი ბაქრაძე 5 სერჟ ასელაინი 10 გიორგი ტეტელაშვილი 23 ვახტანგ ჩხარეული და 24 დავით ხიზანიშვილი ასელაინი 2 კულა და +6 უკვე 6-0 გაქცევა ბათუმი საკალათბურთო გუნდი მოედანზეა ასეთი შემადგენლობით ამ წუთისთვის ნომერი 9 ნოდარ სიგუა, ნომერი 8 ავთანდილ ელიაშვილი, 11 ლაშა კეშელავა, 10 გიორგი ყვალაშვილი. დაიკარგა ეს ბურთი
და 12 ნომერი მანუჩარ ნინუა. შეცვენება. მანუჩარ ნინუა მეორე პერსონალური შენიშვნა. რა თქმა უნდა, ეხა ხშირად იქნება პაუზები, მეოთხეში, რომელიც როგორც ნახეთ ჩვენ დაიწყო თესეუს 6-0 გაქცევით და უპირატესობა თესეუსი გახლავთ 7 ქულა უკვე ამ წუთისთვის. სამოცდა 2-ით 55 არის ანგარიში. შეგახსენებთ, რომ შეხვედრის ტრანსლაციის სპონსორი გახლავთ ევროპაბეთი ტელეკომპანია. აფხაზეთის ხმა კი, როგორც თქვით, ცნობილია უკვე მეორე სეზონია. უზრუნველყოფს საკალათბურთო სუპერლიგის მატჩების რეპორტაჟების ტრანსლირებას. საკალათბურთის გულშემატკივარს ყოველ შაბათს აქვს საშუალება, რა თქმა უნდა, თვალყური ადევნოს სწორედ ტელეკომპანია აფხაზეთის ხმის დახმარებით საკალათბურთო მატჩებს. რა თქმა უნდა, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ყოველი ტურის ცენტრალური შეხვედრა გადაიცემა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერით. განახლდა შეხვედრა გივი ბაქრაძე. ჩქარეული, გაბედული გადაწყვეტილება, თუმცა არაზუსტი ის ტყორცნა, ასელაინი ხსნის მეთოდის ფარზე ამ ბურთს და კვლავ თესეუს ბურთი. ხიზანიშვილი დრო საკმარისია შეტევისთვის, რომ არის საკმარისი დრო რომ მომზადდეს შეტევა. ბაქრაძემ თავად შეუტია, ასელაინი მოძებნა, ორქულიანი თუ ჩავარდა, ჩააგდო ასელაინმა. ორი ქულა სერჟ ასელაინი. 8-0 გაქცევა. საინტერესოა, სადამდე როდემდე ასე ვთქვათ, ვერ შეძლებენ ბატონი კალათბურთელები ამ გაქცევის შეჩერებას. 8-0 გაქცევა აი ესეთ გადამწყვეტ მომენტში, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად გარდამტეხი თამაში. ბალაშვილის არაზუსტი შეტევა, აი კასელაინმა გადმოაგდო ბურთი კარიდან. რჩება ბურთი თესევს. ასელაინი კვლავ ფარქვეშთან. ასელაინი. მართლაც არავინ ელოდა ალბათ აი ეს გავს სიტუაციას ახლა ამ შემთხვევაში. ასელაინს უკვე 12 ქულა აქვს. მართლაც თითქოს თქვით კიდევ ჩვენ რომ კულა-კულაში წავიდოდა შეხვედრა, ნუ ეს ასეც ჩანდა ახლა მესამე-მეოთხე დასრულების შემდეგ. 6 საჯარიმო რო ჩააგდო კეშელავამ. ერთ კულამდე შემცირდა სხვაობა. ვერავინ იფიქრებდა იმას, რომ თესეუ 10-0 გაქცევას მოახერხებდა, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, ბუნებრივია ეკუთვნის შეკება, ნუ აქ თესეუს კალათბურთელებს. გიორგი ყველაშვილი. აი ყოველივესთვის რაც ჩვენ ნახეთ მე-4 სტარტზე 10-2 ხედავთ გაქცევა თესეუს კალათბურთელების შესრულებით. ხიზანიშვილი სამქულიანი თუ ჩავარდა, არაზუსტია, აქ უკვე ფარქვეშ კეშელავა ხსნის ამ ბურთს და ნინუა კეშელავა მარტო არის, თუმცა არაზუსტია მის სამქულიანი, ფარქვეშ ხიზანიშვილი ბურთს არავის არ ანებებს. 66-57, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. 9 ქულა მართალია სხვაობა, მაგრამ ჩავარდა ეს ბურთი, ჩაითვალა, საოცარი ბურთი ჩააგდო გივი ბაქრაძემ. მართლაც საოცარი ბურთი ჩააგდო, ძალიან კარგ თამაშს აჩვენებს დღეს თესეუს ყველაზე გამოსწილი კალათბურთელი. პირველი პერსონალური. და საერთოდ სუპერლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოსწილი კალათბურთელი ალბათ, ეს შეიძლება ითქვას, რა თქმა უნდა, არ იქნება გადამეტებული სიტყვები აქ არაფერი, ამ შემთხვევაში ბაქრაძის მისამართით და პლუს 1 გივი ბაქრაძე არაზუსტი გამოდგა შემთხვევაში 9 ქულა. არა 68-57, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უკვე აი ამ ორქულიანის შემდეგ თესეუს უპირატესობა კიდევ უფრო გამყარდა. 11 ქულას იგებს თესეუ. სამქულიანი არაზუსტია
ასელაინი ხსნის ამ ბურთს, ბურთი რჩება თესეუს. მოუხშირა ბათუმის გუნდმა არაზუსტი იერიშებს, შედეგს ხედავთ სახეზე. 6 წუთი რჩება მატჩის დასრულებამდე. თესეუ ამარცხებს მოწინააღმდეგეს 68-57-ია ანგარიში. ბაქრაძე ბურთით. თავად შეუდია კვლავ დაუტოვა ხიზანიშვილს. ეტელაშვილი, ჩქარეული ალბათ ყორცნის, ასეც არის. ზუსტია, ვახტანგ ჩქარეული. ვახტანგ ჩქარეული. 71-57. მართლაც ასეთი ბურთებიც კი არ ვარდება უკვე. ფატალურად არ უმართლებთ ახლა ბათუმის კალათბურთელებს. შეტევაზე აფუჭებს გუნდი და ამასობაში იზრდება თესეუს უპირატესობა, როგორც ხედავთ უკვე. ჩაითვალა ეს ბურთი, მე რამდენი მომენტი უკვე ბაქრაძის ძალიან კარგი გადაცემა ვნახეთ ახლა ჩვენ. შესანიშნავი პასი და ასელაინი ფარქვეში 2 ქულა ითვლება პლუს 1 საჯარო მოტყორცნას შეასრულებს სერჟ ასელაინი, რომელიც ანგარიშზე 14 ქულაა უკვე და ძალიან მაღალ დონეზე ატარებს კალათბურთელი ბოლო მე-4-მეოთხეც. რა თქმა უნდა, გივი ბაქრაძესთან ერთად რომელსაც 18 ქულა აქვს უკვე. თუ ჩააგდო ეს სერჟმა დეახასეა მე-15 ქულა მისთვის, ხოლო საოცარი არის ის, რომ მე-4-მეოთხედის სტარტზე ქულას იგებდა თესეუ, ახლა კი ხედავთ ჩვენ, რომ უპირატესობა ძალზე დიდია უკვე. კვლავ არაზუსტი იერიში ბათუმთან შესრულებით ამჯერად ირაკლი ემირიძე გახლავთ ეს კალათბურთელი, რომელიც სამფლიანი ააცილა. 17 ქულა უპირატესობა. ნოდერ სიგუა მე-4 პერსონაჟი. ანახლა შეხვედრა. 4 წუთი 30 წამი მატჩის დასრულებამდე. სელაინი დოებს უკან ბაქრაძეს. ესეც უკან ახაზელია შედება ძალიან შესანიშნავი გადაცემა, აქ ასელაინი შეუჩერებელია უკვე. 17 ქულა აქვს ამ კალათბურთელს. რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია. 20 ქულას მიაღწია უკვე თესეუს უპირატესობა. მიაღწია და გადასცა კიდე 20 ქულიან ზღვარს 78-57. საოცარი მე-4-მეოთხედი. აი ამ წუთისთვის თესეუ ამარცხებს მეტოქეს ანგარიშით 22-2. როგორც იქნა სამქულიანი ბათუმელთა შესრულებით, თუმცა ძალიან რთული წარმოსადგენია აი ამ სამქულიანმა რამე შეცვალოს. საპასუხოდ სამქულიანი ჩქარეულის მხრიდან ვახტანგ დიახ, აი ეს გაქცევა საოცარი ვიხილეთ ჩვენ თესეუს შესრულებით 22-2. ამის შემდეგ რაზეა საუბარი? რა თქმა უნდა, ბათუმი ჩავარდა ძალზე კრიტიკულ სიტუაციაში, ურთულესი არის ხა რა თქმა უნდა 3 წუთში აი ესეთ თამაშით თვით უმეტეს, როდესაც აი უკვე ხედავთ ბაქრაძე მაყურებელზე ცდილობს უკვე თამაშს. დასანანე ხარ გამოვიდა ეს ლამაზი იერიში. ასელაინი არქვეშ ჯარიმა ეფექტურად თამაშს ცდილობდა ახლა თესეუს უკან თესეუს ლეგიონერი. არაზუსტად პერსონალური გიორგი ყველაშვილი. თუმცა შეასრულებს ასელაინი 2 საჯარო მოტყორცნას. აკი
ხედავთ ჩვენ რომ 7 და 13 ნომრით მოედანზე გამოდიან დავით მჭედლიშვილი და გიორგი ვახანია. ტადარიგის კალათბურთელები თესეულ შემადგენლობაში, რა თქმა უნდა, ეს მატჩი შეიძლება უკვე ითქვას, რომ დასრულდება თესეულის გამარჯვებით. სერჟ ასელაინი ხედავთ 18 ქულა აქვს ამ კალათბურთელს, ასევე 18 ქულა აქვს გივი ბაქრაძეს, აი ამ ორი კალათბურთელის საოცარმა თამაშმა მართლაც განსაკუთრებით მეორე ტაიმში იქონია გავლენა ყოველივე იმაზე, რასაც ჩვენ ვხედავთ ტაბლოზე, სადაც 20 ქულაა სხვაობა, 82-62, 2 წუთი, 5 წამი მატჩის დასრულებამდე. ამ გამარჯვების შემდეგ თესეუ, რა თქმა უნდა, იმყარებს ადგილს, გუნდი რჩება მე-7 ადგილზე. ეს კი სრულიად საკმარისია, რა თქმა უნდა, თუმცა ამ ეტაპისთვის პლეი-ოფში ადგილისას თქვა დასამკვიდრებლად 22 ქულა იქნება თესეუს ამ გამარჯვების შემდეგ. ჩაუვარდა ეს ბურთი, არაზუსტია, თუმცა იქვეა ასელაინი. თილკოს ჯარიმას გავდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მსგავსი არაფერი ყოფილა, როგორც ჩანს. ბათუმელებს კი არ მისდით არანაირად ხორცნები იული ბურთებიც არ ვარდება. იზანიშვილი ფარფეშ ზუსტია 84-ით, 64. აბსოლუტურად წარმოუდგენელი სიტუაცია ვიხილეთ ჩვენ ბოლო მე-4-ში, ნახეთ ჩვენ პირველი მე-4-დი, რომელიც დასრულდა ბათუმის გამარჯვებით. აი ხედავთ კობეშავაძე მიულოცა ქარაბაქს, რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება. დაიწყო ბოლო წუთი, ანუ პირველი მე-4-დი, რომელიც მოიგო ბათუმმა 20-16, მეორე მე-4-დი თანაბარი გამოდგა. მესამე მე-4-ში მოიპოვა თესეუმ მცირე, მაგრამ მაინც უპირატესობა. ქულა-ქულაში გვეგონდა ჩვენ რომ გაგრძელდებოდა მატჩი, მაგრამ ეს გაქცევა საოცარი თესეუს კალათბურთელების შესრულებით. ვიხილეთ ჩვენ მე-4-დი სტარტზე 22-2 ჯამში. და შემდეგი, რასაც ხედავთ ტაბლოზე, 20 ქულიანი უპირატესობით ამარცხებს უკვე 21 ქულიანით ასელაინი, როგორც ხედავთ ჩვენ ყველა შედეგენი კალათბურთელი იქნება მოედანზე, რადგან გივი ბაქრაძე უკვე თადარიგშია. მანაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა დღეს იმისთვის, რომ თესეუს მოიგო ეს მატჩი. სანამ არ შეჭრიდოთ, რომ გეტყვით, რომ აი ამ მატჩის დასრულების შემდეგ დღეს 2 საათზე გაიმართება ცენტრალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან არმია და შსს აკადემია, ძალიან საინტერესო მატჩი. ასევე აქვე ვთქვათ, რომ დღეს ქართული სპორტის გულშემატკივარს, რა თქმა უნდა, საინტერესო დღე აქვს, რადგან დღის 3 საათზე სასახლეობის ლოკომოტივის სტადიონზე გაიმართება საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შეხვედრა საქართველოს ესპანეთის წინააღმდეგ. და ასევე ეს მატჩი გამოირჩევა იმითაც, რომ დღეს გახლავთ გუნდის ერთ-ერთი ვეტერანი და ლიდერის ირაკლი აბუსერის გაცილების შეხვედრა, ასე რომ გულშემატკივარს შეუძლია მივიდეს, რა თქმა უნდა, შეუძლია უნდა მივიდეს აუცილებლად ლოკომოტივის სტადიონზე და გულშემატკივროს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს. რაც შეეხება რაგბზე, ორი სიტყვით როგორ თქვა ეს, რა თქმა უნდა. კი რა ხდება, სრულდება მატჩი. წამები მის დასრულებამდე 86-66 20 ქულიანი უპირატესობით იმარჯვებს თესეუ. სერჟ ასელაინი შეხვედრის ყველაზე შედეგენი კალათბურთელი 20 ქულით და ასევე 18 ქულით გივი ბაქრაძეს, აი ამ ორი კალათბურთელის ძალიან მაღალი დონის თამაშმა განაპირობა დღევანდელ შეხვედრაში თესეუს გამარჯვება. ბათუმელებს კი რა ვთქვათ, მათზე ძალიან კარგი 3-4-დი ითამაშეს, თუმცა ბოლო მე-4-ში ეს მცირე ჩავარდნა, რომელიც გუნდს ჰქონდა საბოლოო ჯამში სწორედ დაუჯდა გუნდს დამარცხებად. მაშინ დასრულდა დღევანდელი შეხვედრა, კიდევ ერთხელ 86-66 საბოლოო ანგარიშის ეკრანებზე. თქვენ გელით კიდევ 4 რეპორტაჟი დღეს, ასე რომ საინტერესო საკალათბურთო დღე გელოდებათ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. მოგვალ შეხვედრამდე.